საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დასრულებულია ქალაქში. მოქმედი 27 საჯარო სკოლიდან დირექტორები სამეურვეო საბჭომ მხოლოდ 24 სკოლაში აირჩია. დირექტორის გარეშე დარჩა მე-14, 26 და 29 საჯარო სკოლები. მე-14 საჯარო სკოლაში დირექტორობისათვის 2 კანდიდატი იბრძოდა. მათ ხმათა თანაბარი ოდენობა მოიპოვეს. 26 და 29 საჯარო სკოლებში კი კანდიდატები თავიდანვე ვერ შეირჩა. მათ აქ სკოლის განვითარების მისაღების სტრატეგია ვერ წარმოადგინეს. აღნიშნულ სამ სკოლას მოვალეობის შემსრულებელი იმ დრომდე უხელმძღვანელებს, ვიდრე საქართველოს განათლების მინისტრი განმეორებით კონკურსს არ გამოაცხადებს, ან კადრებს საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნავს. იყო ორი კანდიდატი, ხოლო 20 სკოლაში წარდგენილი იყო თითო კანდიდატი. აქედან 24 სკოლაში არჩეული იქნა დირექტორები უკვე, ხოლო ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში, სადაც წარდგენილი იყო 2 კანდიდატი, ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნა არჩეული. სამ სკოლაში მუშაობას გააგრძელებენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები. Rodemde. ეს მოვალეობის შემსრულებლები გააგრძელებენ მუშაობას მანამდე, სანამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ დანიშნავს ან განმეორებით არჩევნებს, ან არ დანიშნავს დირექტორს.